სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ყველას გილოცავთ პეტრე პავლობას წმინდა მოციქულთა ლოცვით პეტრესი და პავლესი ღმერთმა მშვიდობა მოგმადლოს ჩვენ და სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და მადლობა შენ და დღეს მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს პეტრესი და პავლეს ხსენებას პეტრე და პავლე არის ორი სვეტი ერისა და ეკლესიისა პეტრე რომელსაც ეწოდა ქვა დაღვაშენო ეკლესია კლდეს ამაზე და დამჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას პავლე მოციქული რომელიც იყო აღსრულებელი მოსეს ჯულისა რომელიც იყო მდევნელი ქრისტიანეთა გახდა უდიდესი მოძღვარი უდიდესი ხადაგებელი წმინდა ეკლესიისა პავლე მოციქული ამბობს ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ ჯული იგი ქრისტესი აი ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ რომ ჩვენ უნდა ვიტვირთოთ ერთმანეთის სიმძიმე დღეს განსაკუთრებით როცა ამდენი პრობლემებია ჩვენი ერის წინაშე და ყოველი ოჯახის და ადამიანის წინაშე ცირესა ზედა იყავი ერთგული და დიდსა ზედა დაგადგინო შენო აი ეს სიტყვები უფლისა მეტად მნიშვნელოვანია ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მხარდამჭერი ერთმანეთის ერთგული ძალიან ხშირია შემთხვევა როცა ადამიანი არ ღვევს ერთგულებას და იმ ადამიანს რომელმაც სიკეთე გაუკეთა ღალატობს ან ცუდით პასუხობს ცირესა ზედა იყავი ერთგული და დიდსა ზედა დაგადგინო შენ წმინდა მოციქული პეტრე რომელიც მაგალითია სარწმუნოებისა სიმტკიცისა ერთგულებისა ისაც კი შეშინდა მაგრამ თავისი ერთგულება დაამტკიცა იმით რომ ჯვარს ეცვა თავდაღმა პავლე მოციქულს მოხვეთ ეს თავი როგორც რომის მოქალაქეს ეს არის დღესასწაული რომელიც გვაჩვენებს ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ როგორ უნდა ვიაროთ სად უნდა
დავინახოთ სიკეთე და სადმოროტება და ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმით, როცა ადამიანს ღმერთი გაუხსნის გონებას და გულს. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. თქვენ იცით, რომ ხვალ არის 12 დღესასწაული, მოციქულის დღესასწაული და სვეტი ცხოველობა. დღეს საღამოს 7 საათზე დაიწყება ლოცვა სვეტი ცხოველში, მცხეთაში და დღეს 7 საათისთვის ჩამოვა ჯგუფი, რომელმაც გამოიარა 27 მოგზაურობა შესდგა ფარავანის ტბიდან სვეტი ცხოვლამდე. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ მრავალი განსაცდელი წინაშე ვართ ჩვენ, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დავკარგოთ იმედი, ყველაფერი დამშვიდდება და დადგება ყველაფერი თავის ადგილზე. ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ დღეს ვლოცავთ შემდეგ გვარებს. მართაიები, კორსანტიები, გიგლები მიანები, კვეკვეციანები, ხარაზიშვილები, სულაშვილები, სონღულაშვილები, გაბურები, შავიძეები, საზუაშვილები, ტაბატაძეები, ბენიები, გაბელიები, თორაძეები და ტორაძეები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ და ღვთის და სამშობლო სამსახურში ძალა მოგცეთ, სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.